ვაუ, შეხედე ამას. გაოცებული ვარ. ნახე, რამდენი ფესვი აქვს გამოყვანილი. დღეს გასავლი, როგორ გაამრავლო ლიმონის, ავოკადოს, ვაშლის და კიდევ ბევრი სხვა ხეხილის ნერგი უბრალო პლასტმასის ბოთლით, პერლითით და სისტემით, რომელიც თითქმის თავისით ირწყვება. საუკეთესო ისაა, რომ ეს თითქმის უფასოა და შეგიძლია ახლავე სახლში გააკეთო. და როცა ნახავ, რამდენად მარტივია ეს, საკუთარ თავს გიქხავ, რატო არ სცადე აქამდე. დავიწყოთ ახლავარ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის პლასტმასის ბოთლის აღება. ზომას მნიშვნელობა არ აქვს. მე ამ ბოთლს გამოვიყენებ, მაგრამ შეგიძლია პრაქტიკულად ნებისმიერი გამოიყენო. ახლა გვერდზე პატარა ხვრელი უნდა გაუკეთოთ, დაახლოებით 2.5 სანტიმეტრის სიმაღლეზე ძირიდან, ანუ დაახლოებით 1 ინჩი და ყურადღება მიაღწიე, რადგან ეს ხვრელი მთელი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. და ამას ასე გავაკეთებთ. ახლა ბოთლის ზედა ნაწილს ჭრით. სრულყოფილად მოჭრა საჭირო არ არის, რადგან ცოტა ხანში მას ჩვენი პატარა სადგურის შესაქმნელად გამოვიყენებთ. მთავარია რომ შევინახოთ. შემდეგ პატარა ბამბის ნაჭერს ჩავდებთ. მრავალი არ არის საჭირო. უბრალოდ გვინდა რომ პერლიტმა ხვრელიდან ვერ გაიქცეს. სანამ ვავსებ, მინდა ადიხსნა, რატომ მომწონს ასე ძალიან ეს მასალა. უმეტეს შემთხვევაში კალმები ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო ვერ ხარობენ, ან შრება, ან ლპება. პერლიტი კი ძალიან ეხმარება ორივე პრობლემის თავიდან აცილებაში, რადგან ინარჩუნებს ტენიანობას, მაგრამ ამავდროულად ჰაერსაც კარგად ატარებს. შეხედე როგორ გამოდის. ქვედა ნაწილში გვექნება წყლის რეზერვუარი, ხოლო ზემოდან პერლიტი იმუშავებს როგორც ერთგვარი ხიდი, რომელიც ნელ-მელა ატარებს ტენიანობას. უბრალოდ რომ თქვათ, წყალი თავისით აიწევს კაპილარობის გზით. ეს ნიშნავს, რომ კალმების გარშემო მუკლივი ტენიანობა გვექნება, ზედმეტი მორწყვების გარეშე. ახლა ვიდეოს მთავარ გმირებზე გადავიდით. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ლიმონის, ავოკადოს და ვაშლის კალმებს. ამ სამი ჯიშის არჩევა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ისინი სხვადასხვა სიტუაციას წარმოადგენენ. ლიმონი როგორც წესი საკმაოდ კარგად რეაგირებს. ვაშლი უკვე ცოტა უფრო რთულდება, ხოლო ავოკადო ერთ-ერთი იმ ხეხილია, რომელსაც ბევრი ადამიანი რთულად მიიჩნევს. ზუსტად ამიტომ მომწონს მათი ერთად ჩვენება. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის სუფთა ჭრილის გაკეთება. არ არის საჭირო რაიმე უცნაური გააკეთოთ. სუფთა ჭრილი და კარგად გალესილი ინსტრუმენტი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ის ხრიკი, რასაც ინტერნეტში ნახავთ. შემდეგ ქვედა ფოთლებს მოვაცილებთ. გახსოვდესო, ჯერ ფესვები არ გვაქვს და არ გვინდა რომ მცენარემ ამ პირველ დღეებში საჭიროებაზე მედიცხალი დაკარგოს. ახლა კალმის ძირის მომზადებას დავიწყებთ. მე პირდაპირ ჭრილის ადგილზე ცოტა ოდენ ალოე ვერას წავისვამ. ალოე ვერა შეიცავს ბუნებრივ ნაერთებს, რომლებიც ამ ნაწილს დატენიანებულს ინარჩუნებს და ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ფესვების გაჩენის პირველ ეტაპებზე შეიძლება საინტერესო იყოს. როცა ალოე ვერას ეს ფენა წავისვით, ჭრილზე ცოტა ოდენ დაფქულ დარიჩინს დავამატებთ. ასე დამატებით დაცვას ვქნით სოკოების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მაღალტენიან გარემოში უმუშაობთ, როგორიც დღეს შევქმნით. ამის გაკეთების შემდეგ, ახლა დროა სისტემა დავატენიანოთ. ამისთვის პერლიტს მოვრწავთ და ქვედა რეზერვუარს შევავსებთ, რომელიც ბოთლის შიგნით შევქმენით. ძალიან მარტივია. უბრალოდ ნელ-ნელა ვამატებთ წყალს, სანამ არ დავინახავთ, რომ ის გვერდით ხვრელიდან, რომელიც თავიდან გავაკეთეთ, იწყებს გამოსვლას. და როცა სისტემაში საჭირო ტენიანობა უკვე გვაქვს, დგება დრო რომ კალმები ჩავდოთ. ძალიან მარტივია. უბრალოდ ნაზად ჩავარჭობთ მათ პერლიტში ისე, რომ კალმის ძირი დაახლოებით იმ გვერდით ხვრელის სიმაღლეზე იყოს, რომელიც ადრე გავაკეთეთ. არ არის საჭირო ძალიან ღრმად ჩაფლა. თავარია რომ კარგად იყოს დამაგრებული და პერლიტთან საკმარისი კონტაქტი გქონდეს, რათა სულად გამოიყენოს ის ტენიანობა, რომელიც კაპილარული გზით ავა ზემოთ. გახსოვს ბოთლის ზედა ნაწილი, რომელიც ადრე მოვჭერით და ვთქვით, რომ მინისათბურის შესაქმნელად გამოვადგებოდა? ხო და სანამ დავხურავთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. მოვამზადებთ ბუნებრივ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება, ეკოლოგიურია, იაფი და ძალიან ეფექტურია, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოების გაჩენა პირველ კვირებში, რაც როგორც წესი, მთელი პროცესის ყველაზე მგრძნობიერე პერიოდია. მის მოსამზადებლად გამოვიყენებთ 1 ლიტრ წყალს, ანუ დაახლოებით მე-4 გალონს.
და ასევე პატარა მწიკვი დაფქული დარიჩინს. დარიჩინს ვამატებთ წყალში და კარგად ურევთ ნარევს. შემდეგ გავფილტრავთ მას ყავის ფილტრით ან უბრალოდ თელი ნაჭრის გამოყენებით. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ნარევს ჩავასხამთ შესასხურებელში და არ გვინდა რომ დარიჩინის ნარჩენებმა ის დაახშოს. გაფილტრის შემდეგ მას ვასხამთ შესასხურებელში და მსუბუქად ვასხურებთ როგორც ნერგებზე, ასევე ბოთლის შიგნით. საჭირო არ არის ყველაფერი მთლიანად დაასველოთ. უბრალოდ გვინდა შევქნათ დამცავი ფენა, რომელიც დაგვეხმარება ფესვების გამოყვანის პროცესში, სოკოების გაჩენის მაქსიმალურად შემცირებაში. ახლა კი, როცა ეს გავაკეთეთ, ვამაგრებთ ბოთლის ზედა ნაწილს. როგორც კი დავამაგრებთ, ჩვენი სისტემა სრულად დასრულებულია და სრულიად ფუნქციონალურია. ახლა მხოლოდ ის გვრჩება, რომ დავდგათ იგი შესაბამის ადგილას, რათა ნერგს ჰქონდეს საუკეთესო პირობები მომდევნო კვირების განმავლობაში. იდეალურია, რომ იგი განათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი სინათლეა, მაგრამ ყოველთვის არა პირდაპირი სინათლე. არ გვინდა რომ პირდაპირი მზის სხივი მოხდეს, რადგან ბოთლის შიგნით შეიძლება ძალიან გახურდეს და საბოლოოდ დააზიანოს ფესვების გამოყვანის პროცესი. ახლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რამდენი ხეხილის ხის მიღება შეგვიძლია იმ ყველა გასხვლისგან, რასაც რეგულარულად ვაკეთებთ. მართლა შთამბეჭდავია, რამდენი რამის გამოყენება შეიძლება ამ გზით. ახლა კი მოდით ვნახოთ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს სისტემა. ახლა მოვედით მოვლაზე, რაც ალბათ ამ სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, რადგანაც უკიდურესად მარტივია. ყოველ 2 ან 3 დღეში ერთხელ გავხსნით ბოთლის ზედა ნაწილს და სუბუქად შევწამლავთ ადრე მომზადებული დარიჩინის ბუნებრივი სოკოს-საწინააღმდეგო საშუალებით. არ არის საჭირო ნერგების ან ფერლითის დასველება. უბრალოდ, ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მცირე დაცვა სოკოებისგან ამ პირველ კვირებში. ასევე გამოვიყენებთ ამ დროს, რომ შევამოწმოთ რეზერვუარში წყლის დონე. ჩვეულებრივ, წყალი ჯერ კიდევ დარჩენილი იქნება, რადგან მოხმარება ძალიან დაბალია, მაგრამ თუ შევამჩნევთ, რომ წყალი აღარ არის, უბრალოდ დავამატებთ კიდევ ცოტას მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ ისევ გამოდის გვერდითახრელიდან, რომელიც თავიდან გაუკეთეთ. ამ დროს გვწყვეთ წყლის დამატებას. ვაბრუნებთ ბოთლის ზედა ნაწილს და ვტოვებთ ზუსტად ისე, როგორც იყო და მეტი არაფერი. სინამდვილეში ამ სისტემას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნება, პირდაპირ მზის თავიდან აცილება და რაც მთავარია მოთმინება. ახლა კი დგება ის ნაწილი, რომელსაც ყველა ელოდება. გავიგოთ, ნამდვილად მუშაობს ეს თუ არა. ხო და უკვე 5 კვირა გავიდა და დადგა დრო, შედეგები ვნახოთ. და გულწრფელად რომ გითხრა, შეხედე რა სიგიჟეა. ნახე რამდენი ფესვი გამოჩნდა და არა მხოლოდ ეს, დააკვირდი ახალ ყლორტებსაც, რომლებიც ზდას იწყებენ. ეს შესანიშნავი ნიშანია, რადგან გვიჩვენებს, რომ ნერგი სწორად ეგუება და ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. დაინახე, რამდენი თეთრი და ჯამრთელი ფესვი განუვითარდა ასეთ მოკლე დროში. და გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო უბრალო პლასტმასის ბოთლით, პერლიკით, წყლით და ცოტა მოთმინებით. როცა უკვე ასეთი რაოდენობის ფესვები გვაქვს, შეგვიძლია გადავრგოთ ქოთანში, რომ ზრდა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ახლა კი ძალიან მინდა რომ მომწერო, რომელი ქვეყნიდან მიყურებ და რომელი მცენარით ან ხეხილით აპირებ ამ სისტემის გამოცდას. თუ ვინმეს იცნობ, ვისაც მცენარეების შენსავით უყვარს, გაუზიარე ეს ვიდეო მას, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან დაეხმარება. და თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, გამოიწერე და არ დაგავიწყდეს კარგი ლაიქის დატოვება, რადგან ამ პატარა ჟესტით ძალიან ეხმარები იმას, რომ ეს კონტენტი ბევრ ადამიანამდე მივიდეს და შევძლოთ ასეთი ტექნიკების გაზიარება მებაღეობის მოყვარულებთან მთელი მსოფლიოდან. მაშასე, დიდი მადლობა აქამდე რომ მოხვედი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.